გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას თაქ-შოუს ეთოქზე. რევოლუციური აქტივისტების ყულაბის და მელობიანე ნანულა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რასაც მოყვა Facebook ისტერიკა ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან. Როგორ თუ ჩვენ სახალხო მცხოველს კანონიერი ჩხრეკა გაუბედეთო. ნანულას ფონდი, რომელიც აქტიურად აფინანსებდა ძალადობრივ აქციებს, დესტრუქციულ ქმედებებს ქუჩებში, რომელიც სამართლიანად დააკისრებულ ჯარიმებს უხდიდა კანონდამღებ აქტივისტებს და უტიფრად ამბობდა დღეში 200,000 ლარს და მეტს რიგითი გულმხურვალე ქართველი მოქალაქეები მირიცხავენო, თურმე ხელშეუხებელი უნდა იყოს და მასზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. უმალაკაკანდნენ გვარამიები, ხოშტარიები და სხვა ფრინველები. ეს დიქტატურის ნიშნებიაო. არადა სწორედ მათ დროს ნანულას ჯალათი და რეიპისტი ქმარი ერეკლე კოდუა რომ სოდის უფროსი ბრძანდებოდა, მაშინდელი ჩხრეკა და გამოძიება მართლა ძალადობრივი დიქტატორული და სისხლიანი იყო. ახლა კი ეს ხალხი ჭყლოპინებს დიქტატურაზე, მაშინ როდესაც ჩხრეკაც და გამოძიებაც ღიად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდა. ერთადერთი ექსცესი ის შეიძლება აღინიშნოს, რომ გვარამიამ ზედმეტი ისტერიოლობისგან კინაღამ კვერცხიდა და რომელიც შემდეგ ხაბედ გაიზარდა. მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. საგამოძიებო კომისიაზე მოვისმინეთ ნაცების რეჟიმის დროს ფოტოგრაფების საქმეზე გასამართლებული ჟურნალისტების ჩვენებები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ 26 მაისის სისხლიანი და სადამშელო დარბების კადრები გადაიღეს. ის რეჟიმი, რომ უსამართლოდ გიჭერს, რომელიც ციხეში პატიმრებს აუპატიურებს, ხომ ერთი ტრაგიკული მოცემულობაა. მაგრამ ამ ადამიანებს განსაკუთრებულად დამამცირებელი და შეურაცხყოფელი ბრალი მოუგონეს და რუსეთის ჯაშუშობის მიზეზით სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს. ეს ადამიანები საგამოძიებო კომისიაზე ყვებოდნენ იმ შემზარავ ფაქტებს, რაც თავს გადახდათ. როგორ დაიჭირეს, როგორ აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დამონტაჟებით და გავრცელებით. როგორ ის სისასტიკით არბევდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და როგორ გაამწესეს უდანაშაულო ადამიანები ციხეში ფოტოების გადაღების გამო. ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით. სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატი. ასეთი იყო რეჟიმი და ამ რეჟიმის მობრუნების მცდელობაში მყოფი თვითგამოცხადებული პროევროპელი აქტივისტები დღევანდელ ხელისუფლებას ეძახიან მოძალადეს და დიქტატორულს. მოკლედ, ტრაგიკომედია როგორც დრამატურგიის ჟანრი ხელახლა ყველაზე მახინჯი ფორმით ქართველმა ნაცლიბერალებმა წარმოგვიდგინეს. როგორია რევოლუციონერის გაგება და აღქმა მსოფლიო რევოლუციების ისტორიის ფარგლებში გაინტერესებთ? რევოლუციონერი არის სამშობლოს სიყვარულით მოქმედი, იდეალებით და იდეებით აღჭურვილი პოლიტიკური აქტორი, რომელიც ყველა წინაღობის მიუხედავად სამშობლოს უკეთესი მომავლის იდეის გამო იბრძვის და არ აშინებს არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი. რადგან ეს მისთვის უმაღლესი მისიაა. ახლა ვნახოთ როგორია ქართველი ნაცლიბერალი რევოლუციონერი. პოლიციას მოლოტოვის კოქტეილს ესვრის და შემდეგ პოლიციასვე სთხოვს დახმარებას. კამერების წინ იგინება და როცა ხელს შეუბრუნებენ, ისევ პოლიციას სთხოვს დახმარებას. უცხო ქვეყნებიდან ფინანსდება და უცხო ქვეყნის პატრიოტია. ნაცების სისხლიანი რეჟიმი მისთვის ლიბერალური დემოკრატიის იდეალური ნიმუშია. ამბობს, რომ თავისუფლებისთვის იბრძვის და როგორც ქმედებებით, ისე შინაარსით მონაა და ამ ყველა და სხვა მრავალ მახასიათებელს დაემატა ახალი. ქართველ ნაცლიბერალ რევოლუციონერს კაკუნის ეშინია. პირველი ჩხრეკის მერე შიში მქონდა კარზე კაკუნის. აი ეს ფუთქუჩა ბიჭი არის ვიდმე ილო ხლონტი. ნაცური Facebook ჯგუფის დაიტოვეს დამაარსებელი. რომ მკითხო ის ბარიკადებზე იბრძვის და რევოლუციის ცეცხლითაა დამწვარი. თუმცა თურმე კაკუნის ფობია აიკიდა, როდესაც ჩხრეკაზე მიადგნენ და კარზე დაუკაკუნეს. ამათ უნდათ ხელისუფლების დამხობა ხალხო. ხვდებით რა დღეში ვართ? მონები რომ არიან, ეგ იქით იყოს. ასეთი სილაჩრე როგორ შეიძლება ხალხო, როგორ? მოკლედ, თუ სადმე ნაცლიბერალ რევოლუციონერის შემოგხვდებათ და შეამჩნიეთ, რომ კანონს არღვევს, უზრდელობს, კამერას იმარჯვებს და იგინება, ერთი დაუკაკუნეთ და შეიძლება გული წაუვიდეს. მერე პოლიციას დაუძახებს დასახმარებლად, მაგრამ გახსოვდეთ, დაკაკუნება კანონით აკრძალული არაა და სრული უფლება გაქვთ ნაცლიბერალური ჯიშის დასაფრთხობად გამოიყენოთ. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კლავ ეთოქზე.